მაშინაც კი როცა მისი ჯარისკაცები მასობრივად იღუპებიან, უკრაინის დრონების ომს თავებს აწყდებიან, კრემლი მაინც ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ყოველთვის იქნება მეტი ხორცი, რომ ხორცაკებში შეყარონ. ხოლო ეხლა ასე აღარ ჩანს. რუსეთი იცლება, რადგან ხალხმა დაიწყო უარის თქმა პუტინის ომში საბრძოლველად გაწვევაზე. ამ ადამიანებმა იციან, რომ რაღაც ბოროტი ხდება და მიდიან სანამ ფრონტის ხაზზე გაგზავნიან. 500,000 რუსი შეიძლება გაიწვიონ საბრძოლველად. რუსეთში ამას არავინ უნდა. ეხლა ხედავთ როგორ გარბიან ადამიანები საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, რაც კრემლს აიძულებს აღიაროს, რომ ის საზარბაზნე ხორცის წყარო, რომელსაც ძალით უკრაინაში მიერეკება, იწურება. როგორ ვიცით ეს? ყველაფერი იმაშია, რასაც ინტერნეტში ეძებენ და იმაში, რასაც რუსები ამ წუთებში რეალურად აკეთებენ. აგვისტოს 20-ის ანგარიში United 24 მედიამ გამოავლინა, რომ ივლისში რუსნუქი მოქალაქეების მხრიდან ემიგრაციასთან დაკავშირებულმა ონლაინ მოთხოვნებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია 2023 წლის დასაწყისის შემდეგ. ეს მონაცემები ეკუთვნის Yandex, რომელიც რუსეთში Google-ის საძიებო სისტემის ანალოგია. ამ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივლისში ტერმინი რელოკაცია 809,900 ჯერ მოიძებნა, რაც ივნისთან შედარებით 100,000-ზე მეტია და წარმოადგენს ემიგრაციასთან დაკავშირებული ძიებების რეკორდულ მაჩვენებელს, მას შემდეგ რაც რუსეთმა 2022 წლის სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაცია განახორციელა. გახსოვდეთ მობილიზაცია, მას ამ ყველაფერში უზარმაზარი როლი აქვს. სხვა საძიებო მოთხოვნები მიუთითებს, რომ მილიონობით რუსი არა მხოლოდ ფიქრობს ქვეყნის დატოვებაზე, არამედ აქტიურად ეძებს ამის გზებს. Yandex-ის მონაცემებით ივლისში სიტყვა დატოვება 1.3 მილიონჯერ მოიძებნა. რუსები ასევე ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც შეუძლიათ წავიდნენ ვიზის გარეშე, რათა არ აღმოჩნდნენ რეკრუტერების სამიზნეში, რომლებიც აკვირდებიან მათ ყოველ ნაბიჯს. ვიზის გარეშეს ძიებებმა ივლისში 171,600 მიაღწია, რაც 27%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით. ფრაზან ვიზის გარეშე წასვლა ასევე დააფიქსირა რეკორდი, რომელიც იანვარი 2023-ის შემდეგ არ ყოფილა, 2253 ძიებით. ჩვენთან და რუსებთანაც, როგორც ჩანს, საქართველოსთან დაკავშირებული ინტერესის უცნაური ზრდა შეინიშნება. ქვეყანა, რომელსაც პუტინის აგრესიასთან თავისი პრობლემები აქვს, ივლისში 22,000 ჯერ მოიძებნა, რაც ორჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც 2026 წლის დასაწყისში საქართველოს მოგზაურობაზე იყო. ყველაფერი ეს გვიჩვენებს, რომ ასობით ათასი თუ არა მილიონი რუსი ადამიანი აქტიურად ეძებს გზებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოს იქაურობას. და ამას მხოლოდ Yandex-ი არ იუწყება. Novae გაზეტას მიხედვით, ყოველდღიური მოთხოვნები რუსული რელოკაციის მხარდაჭერის პროექტზე, რელოკაცზე, ასევე მკვეთრად გაიზარდა. აპრილის შემდეგ ამ სერვისზე ყოველდღიური შეკითხვების რაოდენობა 70-დან 120-მდე გაიზარდა. რელოკაციის მთავარი რედაქტორის ალექსანდრა ნაზაროვას თქმით, ეს ზრდა დაემთხვა კრემლის მიერ ინტერნეტზე შეზღუდვების დაწესებასპას და იმ განცდის გაძლიერებას, რომ საშუალო რუსისთვის ცხოვრება უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი გახდა. ეხლა შეკითხვები უფრო სასწრაფო გახდა. ადამიანები პრაქტიკულად ეხვეწებიან რელოკაცს, დაეხმაროს მათ ქვეყნის არჩევაში და შესაბამისი დოკუმენტების მიღებაში, რათა შემოდგომამდე დატოვონ რუსეთი. ამიტომ ბევრ კითხვას სვამენ, მაგრამ საქმე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. იმ დროს, როცა ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას და გეგმავენ, სხვა რუსები აქტიურად გარბიან რუსეთიდან. ამის შესახებ იუწყება 19 აგვისტოს Ukraine Today-ის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ყოველდღიურად რეკორდული რაოდენობის 20,000 რუსი კვეთს საზღვარს და რუსეთიდან საქართველოში გადადის. კერძოდ, 15-დან 16 აგვისტოს ჩათვლით ეს რიცხვი 19,000 აჯარებდა, ხოლო 18 აგვისტოს 20,000-ზე მეტი გახდა. ხოლო ამ 3 დღეში რუსეთი 60,000 ადამიანმა დატოვა და ეს მხოლოდ დასაწყისია. მიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელმა რუსულმა უწყებებმაც კი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. The Moscow Times თავის ანგარიში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ამატებს. მათივე თქმით, ახლა რუსეთის საზღვის მხარეს უზარმაზარი საცობები წარმოიშვა. რუსები იმდენად სასუწარკვეთილები არიან, რომ მზად არიან ამ რიგებში დადგნენ, რომლებიც საათში მხოლოდ 50 მეტრით მიიწევენ წინ. შესაძლოა ამ რიგის ბოლოში მდგომებს საქართველოში შესასვლელად პირდაპირ მნიშვნელობით დღეები დასჭირდეთ. და რაც მთავარია, ანალოგიური რამ ხდება სომხეთშიც. ჯერჯერობით იქ რიგების შესახებ ინფორმაცია არ არის, თუმცა ქვეყნის დედაქალაქ ერევანში ბინებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ფასები 30%-ით მოიმატა, რაც მთლიანად რუსების მოთხოვნით არის გამოწვეული. თავარი კითხვა უნდა დავსვათ, რატომ ხდება ეს? ეს იმიტომ ხდება, რომ რუს ხალხს ესმის, რომ ჰაერში რაღაც ავის მომასწავებელი ტრიალებს. მცირე მინიშნებას მოგცემთ თუ რა არის ეს. არის რაღაც, რაც ჯერ არ გაგვიმჟავნებია იმ Yandex-ის მონაცემებზე, რომლებიც გავაზიარეთ. არსებობს ერთი კონკრეტული საძიებო სიტყვა, რომელსაც რუსები ივლისში უფრო ხშირად იყენებდნენ ვიდრე დანარჩენებს, რომლებიც უკვე ვახსენეთ. ეს სიტყვა იყო მობილიზაცია და მილიონობით რუსმა ივლისში ეს სიტყვა მოძებნა. Moscow Times-ის მიხედვით ამ ერთ სიტყვაზე საძიებო მოთხოვნები 166%-ით გაიზარდა.
ივნისში 1.3 მილიონი იყო, ივლისში კი 3.4 მილიონამდე ავიდა. გამოცემის ინფორმაციით რუსებს მობილიზაცია ამდენჯერ არ მოუძებნიათ 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული და ახლა ვიწყებთ გარკვეული მოვლენების ჯაჭვის დანახვას. რუსი ხალხი მობილიზაციის შესახებ ინფორმაციას იღებს, სავარაუდოდ სოციალური მედიის არხებით, ან ისეთი საინფორმაციო წყაროებით, რომლებიც სახელმწიფოს არ ეკუთვნის და არ იმართება მის მიერ. ისინი თავად ეძებენ ინფორმაციას და არ მოსწონთ ის, რასაც ხედავენ. სინამდვილეში ეს იმდენად ძულთ, რომ ბევრ მათგანს, ვინც Yandex-ზე მობილიზაციას ეძებს, საბოლოოდ რუსეთის დატოვების გზების ძებნა უწევს. სხვა 10,000-ობით ადამიანი უკვე ტოვებს ქვეყანას, სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ. პანიკას საფუძველი ნამდვილად აქვს და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მიზეზზე ჯერ კიდევ მაისიდან მიუთითებს. 8 მაისს DWM გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ნათქვამი სიტყვები. ის მალავს თავის განზრახვას სხვადასხვა სიტყვებითა და სიგნალებით, მაგრამ ის ემზადება. ნიშნულოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად საკმარისი ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა აგრესიის დასრულების იდეამ, მშვიდობის იდეამ და არა რუსეთის შემდგომ მობილიზაციამ გაიმარჯვოს, განაცხადა ზელენსკიმ. ამ ციტატაში განზრახვაა 100,000-ობით რუსი რეზერვისტის მობილიზაცია უკრაინაში ომისთვის. ზელენსკიმ აგვისტოში კვლავ გაიმეორა ეს მტკიცება და დამატებითი დეტალიც დაამატა. ისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მობილიზაცია ჯერ არ განხორციელებულა ისა, რომ პუტინი ელოდება სახელმწიფო დუმის არჩევნების დასრულებას, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, სანამ შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს. ისინი ამას შემოდგომისთვის ამზადებენ პირდაპირ პარლამენტის არჩევნების იმიტაციის შემდეგ. პუტინის გეგმა განსაკუთრებით რთული არ არის. მას სურს შექმნას შთაბეჭდილებება, თითქოს რუსები ომს თითქოს და მხარს უჭერენ. ყველა პარტია, რომელსაც ამჟამად მონაწილეობის უფლება აქვს, ასე თუ ისე მშვიდობის წინააღმდეგია, განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვისაც კი ეს სტრატეგია იმდენად გამჭვირვალეა, რომ შეიძლება იფიქრო, მინისგანაა გაკეთებული და აშკარაა, რომ ბევრი რუსი იოლად ხვდება, რადგას ამის უკან. ჩვენ მხოლოდ ზელენსკის სიტყვას არ უნდა ვენდოთ იმის შესახებ, რას გეგმავს პუტინი. გულისებს მიღმა ნაბიჯები იდგმება, რაც გვანიშნებს, რომ მობილიზაცია მალე დაიწყება რუსეთში. ომის შესწავლის ინსტიტუტმა, ანუ ISW-მ 22 ივლისის რუსეთის კამპანიის შეფასებაში გამოავლინა, რომ რუსეთმა უკვე გადადგა რამდენიმე იურიდიული ნაბიჯი მომავალი მობილიზაციის მოსამზადებლად. მათ შორის იყო სახელმწიფო დუმის მიერ 22 ივლისს მიღებული კანონი, რომელიც აფართოებს იმ კრიმინალი რუსების რაოდენობას, ვისაც შეუძლია თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, მათ შორის ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობისთვის მსჯავრდებულებსაც. ეს ნაბიჯი ფარული მობილიზაცია. ერთი დღით ადრე რუსეთის შიდა უსაფრთხოების ძალა როსგვარდია გამოაქვეყნა საკუთარი რეგულაციების შესწორების წინადადება, რომელიც მას საშუალებას აძლევს დაიცვას დაუზუსტებელი საფრთხეებისგან, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო არეულობასა და საომარი დროის მობილიზაციასთან. ამ ყველაფრამდე, როგორც ISW აღნიშნავს, 2025 წლის ნოემბერში პუტინმა ასევე მოაწერა ხელი კანონპროექტს, რომელიც მას საშუალებას აძლევს რეზერვისტების საბრძოლო ზონებში გაგზავნოს მობილიზაციის გამოცხადების გარეშე. ეს არის მობილიზაცია. უბრალოდ გაახორციელდა ისეთი ფარულად და მუხანათურად, როგორც კრემლისგან ველოდებით. სხვა მინიშნებები იმის შესახებ, რას გეგმავს კრემლი აგვისტოდან მოდის. 20 აგვისტოს BBC-ს მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსული კომპანიები აქტიურად ქირაობენ თანამშრომლებს სამხედრო აღრიცხვის საკითხების მოსაგვარებლად. ეს უცნაური ნაბიჯია ამ ეტაპზე, რადგან მოხალისეთა რეგისტრაცია შემცირებულია, მაგრამ ეს მაინც ხდება. BBC-ის ინფორმაციით ბოლო რამდენიმე კვირაში ამ ტიპის პოზიციაზე 2600-ზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა. შედარებისთვის, 2022 წლის ბოლოს ასეთი პოზიციების რაოდენობა მხოლოდ 500 იყო. რამდენიმე ფინანსური ინდუსტრიის ჟურნალმა რუსეთში ასევე ხელახლა გამოსცა რეკომენდაციები, სადაც დამსაქმებლებს განუმარტავენ, რა უნდა გააკეთონ თუ მობილიზაცია გამოცხადდება. სადღაც კვამლია და ცეცხლიც ალბათ შორს აღარ იქნება. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ პარტიზანული ჯგუფი ატეცი იუწყება, რომ ხელისუფლება რამდენიმე რუსულ რეგიონში სამხედრო წვრთნების პოლიგონებს სტუმრობს. ამ ვიზიტების დროს ამოწმებენ, რამდენად ვარგისია პოლიგონები დიდი რაოდენობის ხალხის მისაღებად. თითქოს რუსული ხელისუფლება ელოდება, რომ ნებისმიერ დღეს ახალი რეკრუტების დიდი ნაკადი დაიწყებს მოსვლას. და კიდევ ერთი მზაკრული კანონპროექტი ახლახან წარადგინეს სახელმწიფო დუმაში. კანონპროექტი ნომერი 13.220.968 ითვალისწინებს ოპერაციების შეჩერებას 90 დღემდე, ვადით და დაახლოებით $12,100-მდე ჯარიმას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არ დაემორჩილებიან ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ იუწყება RBC უკრაინა. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, თუ კომპანია ცდილობს უარი თქვას, როდესაც რუსული სამხედროები მოდიან, ის დაისჯება. ეს კანონპროექტი ხსნის გზას იძულებითი ჩამორთმევისთვის, მათ შორის აქტივების, აღჭურვილის და ადამიანებისაც კი რუსული არმიის გამოსაყენებლად. ჩვენ ვხედავთ, როგორც დაფარულ, ისე აშკარა ნიშნებს, რომლებიც ყველა ერთად გვეუბნება იმას, რაც ასობით ათასმა რუსმა უკვე იცის. მობილიზაცია მოდის. თუ რუსი ხარ და საბრძოლო ასაკში ხარ, დროა წახვიდე. კრემლისთვის ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სასოწარკვეთილი დრო სასოწარკვეთის ზოთილ ზომებს მოითხოვს. სანამ ავხსნით, როგორ მივიდა რუსეთი აქამდე, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვარხიდან სარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინებების ჩართვა, რომ ჩვენი ვიდეოები არ გამოგრჩეთ.
რამდენიმე წუთის წინ გითხარით, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც რუსეთი მასობრივად დაიქირავებდა ადამიანებს სამხედრო აღრიცხვაზე დასასმელად. მოხალისეთა რეკრუტირება რუსეთში მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს ფაქტი მარტო გვაჩვენებს, როგორ მივიდა რუსეთი იმ წერტივამდე, რომ მობილიზაცია დასჭირდა. DW აპრილისა და მაისის რეგიონულ მონაცემებს გვიზიარებს. მათი თქმით, აპრილში მოსკოვიდან ფრონტზე წასვლის სურვილი 1708 ადამიანმა გამოთქვა, ხოლო მაისში ეს რიცხვი 1378-მდე შემცირდა. ეს დაახლოებით 1000-ით ნაკლებია, ვიდრე იმავე პერიოდში 2025 წელს მოხალისედ წასულთა რაოდენობა. ეს არის მიკროკოსმოსი იმისა, რაც მთელ რუსეთში ხდება. ხალხი უბრალოდ აღარ ეწერება პუტინის ომში საბრძოლველად იმ რაოდენობით, რაც რუსეთს ახლა სჭირდება. რუსეთის მასშტაბით 2026 წლის პირველ კვარტალში სამხედრო სამსახურში ჩაწერილთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2025 წლის იმავე პერიოდში. ამის შესახებ იანის კლუგე, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტიდან აცხადებს, რომ დღეში მხოლოდ 800 მოხალისე იწერს სამხედრო სამსახურში. ეს ბევრი გეჩვენება, სანამ არ გააცნობიერებ, რომ რუსეთი ყოველდღიურად 1000-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს უკრაინაში. მხოლოდ 2022 წლის 20 აგვისტოს რუსეთმა დაკარგა 1310 ჯარისკაცი. ეს არ არის გამონაკლისი. ეს ჩვეულებრივი დღეა რუსი ჯარისკაცებისთვის ფრონტზე, რომლებიც უკრაინის თავდაცვამ ანადგურა, როცა მათ თვითმკვლელურ შეტევებზე აგზავნიან ან ცდილობენ სასიკვდილო ზონების გავლით მიაღწიონ უკრაინულ პოზიციებს. ეს უბრალოდ იმ შემთხვევას გავს, როცა შემოსავალი და გასავალი აღარ ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთი ვერ ახერხებს საკმარისი მოხალისე ჯარისკაცების დაქირავებას, რომ გაუმკლავდეს იმ დანაკარგებს, რასაც კრემლის საშინელი ტაქტიკა იწვევს. ამ ყველაფრის შედეგად რუსეთი არ მოჩნდა იმ მდგომარეობაში, რასაც გარდიანი გაწვევის სასოწარკვეთილ ციებ-ცხელებას უწოდებს. ჩვენ ამას სასოწარკვეთილებას ვუწოდებთ. გამოცემა ასევე მიუთითებს კლუგეს მონაცემებზე და აღნიშნავს, რომ მაქსიმუმ დრეში 1000 მოხალისეა. ასევე ნათქვამია, რომ რუსული რეკრუტირება შეიცვალა. თუ ადრე ეს იყო ადამიანებისთვის დიდი თანხების შეთავაზება, ახლა კი როგორც ალექსეი ტაბალოვი ამბობს, რომელიც ადამიანის უფლებების აქტივისტია და რუს წვეამდელებს ეხმარება, ამას ადამიანებზე ნადირობას უწოდებს. ტაბალოვის თქმით, სხვადასხვა საბაბით, მოტყუებით, შანტაჟით, ძალადობითა და მუქარით აიძულებენ მათ კონტრაქტებზე ხელმოწერას. ამ მტკიცებას ამყარებს Wall Street Journal-ის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რეკრუტიორები ახლა რუს პოლიციასთან ერთად მუშაობენ საბრძოლო ასაკის მამაკაცების დასაკავებლად, ხშირად მათი სამუშაო ადგილების მახლობლად. ამ მამაკაცებს ეუბნებიან, რომ მათ აკავებენ დოკუმენტების შესამოწმებლად. საბოლოოდ ისინი ხვდებიან სამხედრო გაწვევის ოფისებში, სადაც ცემენ, აიძულებენ დამორჩილებას, აწერენ კონტრაქტებზე ხელს და შემდეგ ფრონტზე აგზავნიან. აი ესეთ დონემდე დაეცა რუსული სამხედრო რეკრუტირება. რაც ადრე ფულით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ეხლა მუშტებით, ფეხებით და იარაღის კონდახებით კეთდება. რეკრუტერები ვეღარ ასწრებენ დანაკარგების შესებას, ამიტომ კრემლი ამდენ ახალ სამართლებრივ ჩარჩოს ამოქმედებს, რომლებიც მობილიზაციაზაციას უწყობს ხელს. ეს გარდაუვალია, რასაც არ უნდა ამბობდეს კრემლი. რუს ხალხს სჯერა, რომ პუტინი მალე აიძულებს მათ ომში ჩართვას. ინტერნეტში ძიებებსა და 10,000-ობით რუსის საქართველოში გადახვეწას რომ თავი დავანებოთ, ასევე შეგვიძლია ვნახოთ, რას ფიქრობენ რუსების საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებაზე გამოკითხვის შედეგებიდან. 19 აგვისტოს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ, რომელიც VTSIOM-მა ჩაატარა. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი გამოკითხვის კომპანია არ არის. VTSIOM სახელმწიფო ორგანიზაცია, კრემლის მხარდაჭერით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მონაცემები მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდეს პუტინისთვის. და ვერც ეს გამოკითხვის კომპანია მალავს რუსეთში არსებულ განწყობას. გამოკითხვამ, რომელიც ივლისში ჩაატარა, აჩვენა, რომ რუსების 66% ფიქრობს, რომ მათ ქვეყანას რთული დრო ელის. ეს 2026 წლის დასაწყისიდან 16%-იანი ზრდაა და ყველაფერი ძალიან მარტივ რამეზე მიუთითებს. რუსებმა იციან, რომ მობილიზაცია მოდის. ახლა ისინი ცდილობენ თავი დააღწიონ. სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ თავი დააღწიონ. მოკლედ საქმე აირაშია. საკუთარი განცხადებების მიუხედავად, რუსეთი ყველაფერს ამზადებს იმისთვის, რომ მობილიზაცია მთელ ქვეყანაში გავრცელდეს. მდე 500,000 ადამიანი შეიძლება მოხდეს კრემლის პადეში, გაგზავნონ სასწავლო ბაზებზე, რომლებიც ამჟამად მოწმდება და შემდეგ გააგზავნონ უკრაინაში. უკვე ისმის საუბრები, რომ რუსეთი ამზადებს ახალ შეტევას, რომელიც 2027 წლის თებერვალში დაიწყება. ეს ხდება 2026 წლის წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთმა თითქმის ვერანაირი რეალური პროგრესი ვერ მიაღწია და მხოლოდ წლის პირველ 7 თვეში დაახლოებით 225,500 ჯარისკაცი დაკარგა. ეს მობილიზაცია იქნება პუტინის აზარტული ნაბიჯი, მისი ბოლო მცდელობა, რომ უკრაინიდან ის მიიღოს რაც უნდა, რათა ომში, რომელიც ომად არც უნდა ქცეულიყო, როგორმე გამარჯვება გამოაცხადოს. პუტინი იმედოვნებს, რომ როცა კამათლებს აგდებს, უიღბლო კომბინაცია არ გამოუვა. მაგრამ ის, რაც მას აქვს დაგეგმილი, შეიძლება საბოლოოდ მთლიანად დაანგრიოს რუსეთის საზოგადოების სტრუქტურა. დიახ, მობილიზაცია რუსეთს დაეხმარებოდა გადაჭრას, ომში არსებული არახელსაყრელი ძალთა ბალანსის პრობლემა, რომელიც ახლა აქვს. უკრაინის ახალი ხმის ინფორმაციით ანონიმურმა რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ რუსეთს ეხლა თვეში 60,000-მდე დანაკარგის შევსების გზა უნდა იპოვოს, თუ დონბასის რეგიონის აღება სურს.
ეს მობილიზაციის გზით უნდა გაკეთდეს, რადგან მოხალისეთა რეკრუტირება უბრალოდ საკმარისი არ არის. რუს ეკონომისტ ვლადისლავ ინოზემცევს განსხვავებული შეხედულება აქვს. ის მობილიზაციის შესაძლებლობას დაახლოებით 30%-ად აფასებს და ამბობს, რომ ეს მოხდება არა იმიტომ, რომ რუსეთს ადამიანური რესურსების პრობლემა აქვს, არამედ იმიტომ, რომ პუტინმა უკრაინაში საღი აზრი დაკარგა. ეკონომისტის თქმით, რუსეთის ლიდერი აღარ იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებებს. ახლა ის იმ კაცს გავს, რომელიც კაზინოში წაგებათა სერიაზეა და იმდენი ხანი არ გაუმარჯვია, რომ უკვე აღარ ახსოვს, როგორი გრძნობა ამოგება. მაგრამ ის მაინც კამათლებს ითხოვს. ვლადიმერ პუტინს კარგი იქნებოდა თავი დაეღწია აზარტული მოთამაშის ბურუსიდან და გაახსენებოდა რა მოხდა წარსულში. ჩვენ უკვე შევეხეთ 2022 წლის სექტემბრის ნაწილობრივ მობილიზაციას. ამ განცხადების შემდეგ მთელი რუსეთის მასშტაბით პროტესტები დაიწყო, რასაც მინიმუმ 1300 ადამიანის დაკავება მოჰყვა. კრემლმა მკაცრი ზომები მიიღო და გააფრთხილა ხალხი, რომ აქციაში მონაწილეობისთვის მათ შეიძლება 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, მაგრამ ათასობით ადამიანმა მაინც მიიღო მონაწილეობა. სკანდირებდნენ სლოგანებს, როგორიცაა არა ომს და ცხოვრება ჩვენს შვილებს. და ეს მხოლოდ 300,000 ადამიანის ნაწილობრივი მობილიზაციისთვის იყო. როგორც ჩანს, კრემლი ახლა კიდევ 200,000-ის დამატებას აპირებს და მხოლოდ ამ ჭორებმა უკვე მასობრივი გაქცევა გამოიწვია. ეს რუსეთმა უკვე 2022 წელს ნახა. ახლა კი რუსები ეძებენ გზებს, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ან აქტიურად გარბიან ისეთ ადგილებში, როგორიცაა საქართველო და სომხეთი, სანამ ყველაფერი თავზე დაატყდებათ. კრემლს ეს ყველაფერი კარგად ესმის. აი რატო ელოდება და იტყუება ყველა იმ მზადების შესახებ, რაც მიმდინარეობს. თუ მობილიზაცია დაიწყება, როგორც ახალი უკრაინის ხმა იუწყება, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს დასრულდება. ამას გულისხმობდა ზელენსკი, როცა თქვა, რომ სურდა შეექნა შთაბეჭდილება თითქოს ქვეყანა ომის მომხრე. თუ არჩევნებში მხოლოდ იმ პარტიებს დაუშვებ, რომლებიც ომის მომხრე პლატფორმით გამოდიან, ამ შთაბეჭდილებას ავტომატურად ქმნი. როგორც კი პუტინი მისთვის სასურველ ხალხს ჩასვამს რუსეთის პარლამენტში, სწორედ მაშინ გარისკავს და დაიწყებს მობილიზაციას. მანამდე კი რუს ხალხს ტყუილებს აწვდიან. აგვისტოს 21-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა: ამ ეტაპზე მასობრივი მობილიზაცია არ გვჭირდება, რამდენადაც მე ვიცი, არც იგეგმება და არც მოსალოდნელია. ციფრები სხვა რამეს ამბობს, არა მხოლოდ გაწვევაში, არამედ ათასობით რუსში, რომლებიც ომში ბრძოლაზე უარს ამბობენ იმით, რომ ქვეყნიდან მიდიან, სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ. მათ იციან, რომ რაღაც ბოროტი მოდის. ისინი არ სურთ დაელოდონ, როდის მივლენ გამწვევები მათ კარზე, სახლში ან სამსახურში, რომ აიძულონ ბრძოლაში, რომელიც არასდროს სურდათ, ამიტომ გარბიან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება შორს წავიდნენ პუტინის გავლენისგან, რომ შორიდან უყურონ, როგორ აგდებს მათი ლიდერი რუსეთს ერთი კაი კატასტროფიდან მეორეში. კამათელი უკვე პუტინის ხელშია. შემდეგი და შესაძლოა საბოლოო სვლა ახლოვდება. და რუსეთისთვის მორიგი მობილიზაცია შეიძლება კრემლის დასასრულის დასაწყისი გახდეს, რადგან ის დგამს იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც ყოველთვის პირდებოდა, რომ არ გააკეთებდა. მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებელია. რატომ? პუტინმა მსოფლიო რეკორდები დაამყარა უაზრო სამხედრო დანაკარგებში, რადგან რუსეთი უკრაინაში 1,5 მილიონი მსხვერპლის ისტორიულ ნიშნულს უახლოვდება. გაიგეთ, რას ნიშნავს ეს ომისა და თავად რუსეთის მომავლისთვის ჩვენი ვიდეოს ყურებით. სანამ უყურებთ, იცოდეთ, რომ ეს არხი შექმნილია ნამდვილი ადამიანების მიერ, რომლებიც ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე ზრუნავენ. გამოიწერეთ არხი, ჩაერთეთ ქვემოთ განხილვაში და დაფიქრდით წევრობაზე, რათა მხარი დაუჭიროთ ადამიანების მიერ შექმნილ სამხედრო რეპორტაჟებს და მიიღოთ ექსკლუზიური მასალები. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.